ბოლო დღეებში ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით გაიზარდა დასვენების მსურველთა რიცხვი. კურორტ ბახმაროში ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წელს კურორტზე 7000-მდე დამსვენებელს ელიან. გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მთის კურორტი ბახმარო მდებარეობს. პირველი, რაც ბახმაროში ასულებს გაგაოცებთ, მთების სიახლოვე, მზიანი ამინდისას, ფირუზისფერი ცის სიკამკამე, უამინდობისას კი მთებზე ჩამოწოლილი ნისლი, ვაჟა სტრიქონებს, ნისლი ფიქრია მთებისაო მოგვაგონებთ. ზღვის დონესთან თითქმის გათანაბრებული ბარიდან სულ რაღაც ერთ საათში ალპურ ზონაში ხვდები. აქ მხოლოდ ნაძვნარი ხარობს, რომელიც კურორტს გარს ეკურის და ჰაერ ჟანგბადი თავსებს. საფხულში სიცხისგან გათანგული გურულები და არა მარტო ისინი თავს წალკოც აფარებენ და დასასვენებელ ადგილად ბახმაროს ირჩევენ. საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაში ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისიდან შედის და 19 აგვისტოს დოღით სრულდება. წელს გაუსაძლისი მაღალი ტემპერატურისა და ხვატის გამო კურორტი დამსვენებლებით ნელ-ნელა ივსება. წლეულს ბახმაროში 7000-მდე დამსვენებელს ელიან. გადაღებაზე რამდენიმე საათი ჩასულები თბილისელ ტურისტებს გადავაწყდით, რომლებიც ბახმაროთი მოხიბლურები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. 75 წლის კაცი ვარ და პირველად ვარ ბახმაროზე, ძალიან მინდოდა მენახა და ხოლო წამოვედით აქ. მაყოფილები ვარ. ხო, დაადასებობდები ვართ. მოგეწონა საკაუში. ძალიან. მეტად რითი მოიხიბლეთ. აი ბუნებით რაღაც სასწაული ის არის. უცებ ნისლით დაიფარება ეს მთები, მე 2 წუთში ისევ გაგრიალებულია. რა ჩვეულებრივი ადგილია, ვინც აქ არ ამოვა ზაფხულში, ნუ მოკლედ არ ვიცი რა. ძალიან მოვიხიბლეთ, კი პირველად ავარ. ჩაყალების ოჯახი ბახმაროს ყოველწლიურად სტუმრობს. იციან, რომ მათ პატარას ბახმაროს მთის ხაერი ყველაზე მეტად უხდება. ამოვედით გუშინ. ამინდები ძალიან კარგია. ჯერჯერობით ხალხი დაიწყო ამოსვლა. ისე მუდმივი დამსვენებლები ვართ. ბავშვებს ძალიან უხდება და ასე რომ ყველას უსურვებს რომ ამობრძანდეს და დაისვენოს. ბახმაროს მოსაწესრიგებლად სამუშაოები უკვე დაწყებულია. მოკრძალებული ფინანსების გამო, როგორც ამას ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, იმ მასშტაბებზე ვერ გადიან, რაც ამ ეტაპზე კურორტს რეალურად სჭირდება. თუმცა ყველა გადაუდებელ პრობლემას, როგორც თავად განმარტავენ, ეტაპობრივად აგვარებენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კურორტის ენერგომომსახურების, ცივილურ და კანონის ჩარჩოებში მოსაყვანად. დაწყებულია სამუშაოები ცალკეული უბნებისა და ცენტრის წყალმომარაგებისთვის. უკვე მზადებამდის დაახლოებით 10 დღეა, ძირითადად სანიტარ-ჰიგიენური კვანძების მომზადება, წყალი ყველა ქუჩაზე, წყალი რომ ეწოდოს მოსახლეობას. მოტანილია უკვე სანაგვე ბუნკერები, ამოსულია მანქანა, რომელიც გაიტანს. გარდა ამისა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა განათებები, ახალი განათებები, ახალი სკამები და გზას ვხედავთ თქვენთან დასწრებით რა მდგომარეობაშია. ფაქტიურად ეს 50 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ჩოხატაური ბახმარო დაახლოებით 1 საათში უკვე დამსვენებელს შეუძლია ბახმაროში ამოსვლა. პოლიცია უკვე აქ არის, ადგილობრივი სამსახურები, ბატონი გუბერნატორის დავალებით თითქმის ყველა დღე ვართ აქ, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეები და ვემზადებით დამსვენებლების მისაღებად. ბახმარო არის ძალიან სერიოზული კურორტი, უნიკალური შესაძლებლობებით და ვფიქრობთ, რომ ის ესე ვთქვათ, სტერეოტიპი, რომელიც ბახმაროზე არსებობს, რომ ის არის არაკომფორტული კურორტი, ვცდილობთ ნელ-ნელა რაც თანხები მოგვეპოვება, იქიდან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა გადავიყვანოთ ეს კომფორტულ კურორტად. თუმცა ეს საკმაოდ სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ ეტაპზე ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ ინფრასტრუქტურა ესე ვთქვათ მოვაგვაროთ ადგილზე. როგორც მუნიციპალიტეტის ხელისუფლება აცხადებს, ბახმაროს კეთილმოწყობასა და მოწესრიგებაში სახელმწიფოს გვერდით კერძო სექტორიც უნდა დადგეს, განსაკუთრებით აქცენტს იმ მესაკუთრეებზე აკეთებენ, რომელთა სახლები დანგრეულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სიტყვიერ და წერილობითაც თხოვს კერძო სახლების მეპატრონეებს. უსახური შენობა, რომელიც არის დანგრეული, ესენი აიღოს, გაასუფთავონ, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი უცხოელი მოდის და არ არის ამაზე ასე მართლაც დანგრეული შენობების ნახვა. ჩვენი მხრიდან ყველანი არის გაფრთხილებული, ყველას აქვს მიწერილობა დაახლოებით ასე ერთკვირიანი ადრიანი ვადა, რომ ამ შენობებს პატრონი გამოუჩნდეს და დაშალონ. აქ ცხენზე ამხედრებულ აჭარელ ბაბუებსაც დაინახავთ, რომლებიც დამსვენებლებს სხვადასხვა ძის ნაწარმითა და ბოსტნეულით ამარაგებენ. მათ მაისის შუა რიცხვებიდან